გაუქმებენ თუ არა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას, დაიწყო თუ არა რეპრესიები ხალხის წინააღმდეგ და იმოქმედებს თუ არა ისრაელ-ირანის ომი ჩვენს რეგიონზე. გადაცემის სტუმარია და აღნიშნულ თემებზე ორგანიზაცია რიგდოგის დამფუძნებელ და სამოქალაქო აქტივისტ ნუგზარ კოხრეიძესთან ერთად ვსაუბრობთ. საღამომშვიდობის ბატონო ნუგზარ, მადლობა რომ მოძებნეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი რეგიონის მეზობლად, ამიტომ რამდენიმე კითხვა გვექნება და დავიწყოთ იქედან, რა ხდება დღეს საქართველოში, რატომ გახდა ასე აუცილებელი და საჩქარო იმ ადამიანების, ვთქვათ, დაპატიმრება ჯარიმებით დახუნძლა, ვინც საკუთარი მოსაზრება, ვინმე სხვა ადამიანის შესახებ კონკრეტულ შემთხვევაში კი ქართული ოცნების წევრებზე გააკეთეს საკუთარ Facebook გვერდებზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, ეს არის გაგრძელება იმ ასე რომ თქვა სახელმძღვანელოსი, რომელიც აქამდე სარგებლობს ქართული ოცნება და ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მათ არ შეუძლიათ დაიხიონ უკან, ან არ შეუძლიათ აჩვენონ, რომ რაღაცაში არიან უფრო სუსტები და თავისთავად ცხადია, რომ ეს პროცესები, რომელიც უკავშირდება სინდისის პატიმრებს, ამ საკითხში ისინი გამოიჩენენ ასე რომ თქვა ძალიან დიდ სიმკაცრეს და ამით ასე რომ თქვა დაიტოვებენ თავიანთ ხელთ სავაჭრო თემას. და ჩვენ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს არც ერთი ცალკე აღებული ეს 50 თუ 60 პატიმარი, არც ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს. დღეს უკვე იცით, რომ ასევე შეეფარდა პატიმრობა ნიკა გვარამიას. ეს უკვე მესამე პოლიტიკოსი არის, რომელიც დღეს ზის ციხეში აბსოლუტურად გაუგებარი ბრალდებით და თავისთავად ცხადია, რომ აი ეს მოქმედებები არის იმ სცენარიდან, სადაც ქართულ ოცნებამ უნდა აჩვენოს, რომ მათ არ ეშინიათ, რომ ისინი კიდევ ძლიერად არიან ხელისუფლებაში და შეიტანონ გარკვეული უიმედობა, დეზორიენტაცია, ასე რომ თქვა, პროტესტულ ნაწილში. ეს არის შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ რეპრესიები დაიწყო უკვე ხალხის წინააღმდეგ. რეპრესიები უკვე მიმდინარეობს ბოლო რამდენიმე თვეა, ეს არ არის ახალი. რეპრესიები არის, როდესაც მომიტინგეებს აკავებ და შემდეგ ქმნითელს, ასე რომ თქვა, სისტემას, რომლითაც მიუხედავად იმისა, რომ არ გაქვს არანაირი მტკიცებულება, მაინც ამტკიცებ, როდესაც ცრუ პოლიციელებს, ანუ სისტემას იყენებ იმისათვის, რომ ასე რომ თქვა, ცრუ ჩვენებები შეიქმნას, როდესაც მზიამაღლობელზე უკვე მე რამდენი თვეა მიმდინარეობს ეს პროცესი და აბსოლუტურად თითიდან გამოწვეულია, როგორც ასე რომ ვთქვათ, ბრალი, ისე არაპროპორციულობა მასთან მიმართებით, ხო? და მთელი ეს არნახული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს თავისთავად ცხადია არის რეპრესიების ნაწილია 2 კანონის მიღება და 1-ში ცვლილებების შეტანა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლითაც მუშაობა, მოქმედება, დაფინანსების მიღება, კონტროლი, ყველაფერი შეეზღუდა. რეპრესიული არის მანქანა, როდესაც მედია საშუალებებს პრაქტიკულად არ დაუტოვეს არსებობის რესურსი და საშუალება და პრაქტიკულად ბოლო ხანებში კიდევ დაამატეს ეგრეთ წოდებული ცენზურის გამოვლინება, ხო, როდესაც თავად პოლიტიკოსები და თავად მართველი ძალის წარმომადგენლები გიჩივიან თავიანთ მართულ, ასე ვთქვა, საკომუნიკაციო სააგენტოში, იმიტომ რომ მათ მიმართ განახორციელა ვიღაცამ რაღაცა თქვა ტელევიზიაში და ადრე თუ ეს თვით რეგულაციის ნაწილი იყო, ახლა გახდა აბსოლუტურად რეგულაციის ნაწილი. თავისთავად ცხადია, ეს არის რეპრესია. ამიტომ ძალიან ბევრი მაგალითები გვაქვს იმისა, თუ რა ზოგი რბილი, ზოგი ზომიერი, ზოგი ძალიან მკაცრი, ზოგი არნახული რეპრესიების ზომებს იყენებს ეს ხელისუფლება, მაგრამ ეს არის სწორედ იმ სცენარის ნაწილი, რა სცენარსაც ესენი ანვითარებენ საქართველოში. ბატონო ნუგზარ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მოვისმინოთ მეც და ტელემაყურებელმაც იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლონეთში გაკეთდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა, რომ ისინი ელოდებიან, როდის შეიკრიბება საჭირო 2/3 რაოდენობის კვოტა, რომ საქართველოს შეუწყდეს უვიზო მიმოსვლა.
ხო, ეს ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშო განცხადება, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა გვესწროდეს, რომ პოლონეთში არის შიდა პოლიტიკური პროცესები, იმიგრაციის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა შიგნით, ასე რომ ვთქვათ, პოლონეთში. მერე ჩვენ გვახსოვს, რომ ქართული მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან ბევრჯერ წამოიწია საარჩევნო პროცესების დროს და თქვენ იცით, რომ გარკვეული რაოდენობის თუ არ ვცდები ქართველი მოქალაქეები იყვნენ დეპორტირებული პოლონეთიდან და ამიტომ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ერთის მხრივ შიდა პოლიტიკური ნარატივი, მაგრამ მეორეს მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში და ევროკავშირში არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც ადამიანს არ მიესალმებოდნენ არც მაშინ, არც ადრე ჩვენთვის ვიზა ლიბერალიზაციის მონიჭებას, ევროსკეპტიკოსები, რომელსაც სხვადასხვა ქართული ოცნება როგორც წესი ხსახავს, როგორც მათ ასე ვთქვათ, მომხრეებს და პარტნიორებს. აი, ეს ევროსკეპტიკოსები ყოველთვის წინააღმდეგ იყვნენ, რა თქმა უნდა, გაფართოების და ვიზა ლიბერალიზაციის და მართული მიგრაციის პროცესების. მე მაინც არ ველოდები, რომ ევროკავშირი შეუწყოს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ თუ პროცესები გარდაუვლად წავიდა უკან, თუ პროცესები უიმედოდ იქნება ევროკავშირის გადმოსახედიდან და ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირი ბოლო მომენტამდე, ასე ვთქვათ, ეცდება, რომ დაინახოს რაღაცა პატარა იმედი. ბატონო ზარ, აი რასაც თქვენ საუბრობთ ახლა, ზუსტად იმის გამოძახილი ხო არ არის ეს ბოლო იმედიც ხო არ გაუქრათ ევროკავშირში, იმიტომ რომ დღეს რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ ივანიშვილი ევროპის გზას არასოდეს აღარ დაუბრუნდებაო და ეს ადამიანები არასოდეს იქნებიან დემოკრატებიო. და ეს გამოძახილი ხო არ არის, ხო არ მივედით ზუსტად აი ამ ბოლო მომენტამდე, როცა ამ ადამიანებსაც უკვე გაუქრათ იმედი იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ ავიღებთ ისევ გეზს. მე ვფიქრობ, რომ უფრო რელევანტური განცხადება გააკეთა პაվել ჰერჩინსკმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, რომელმაც თქვა, რომ უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებისა არ ემხრობიან და არ არიან მომხრე, რომ საქართველოს შეუწყოს ვიზა ლიბერალიზაცია და არ შეიძლება, რომ მართველი ძალის გამო დაისაჯოს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მტკიცედ ამბობს და ადასტურებს მის მისწრაფებას ევროკავშირისკენ. და მესამე ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ სწორედ ეს არის, რაც უნდა ქართულ ოცნებას, ანუ ვიზა ლიბერალიზაცია ისინი ხედავენ, რომ ეს არის მტკივნეული და სენსიტიური თემა, გრძნობიარე თემა არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა თავად ის, რომ მათ აწუხებდეთ ახლა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეწყდება თუ არა, ეს არ არის რეალობა. ანუ პირიქით, თუ მათ აქვთ ჩაფიქრებული, რომ ჩვენ მოგვაბრუნონ რუსეთისკენ, ვიზა ლიბერალიზაცია არის ერთ-ერთი ის ინსტრუმენტი, რომელიც სწორედ უნდოდეთ რომ გაუქმდეს. მაგრამ აქ არის ბევრი რისკი, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ნიშნავს, რომ აეროპორტების თემა იქნება პრობლემური, ტურიზმის სფეროს სერიოზულად დაარტყამს, მოქალაქეების ასე გადაადგილებას შეზღუდავს, ახალგაზრდების საზაფხულო სამუშაოებზე იქონიებს გავლენა, სასწავლო პროგრამების და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით იქნება ბევრი პრობლემა და მათ ესმით, რომ ამ ეტაპზე რა თქმა უნდა არაწყობთ ამ თემის ასე რომ ვთქვათ ტირაჟირება. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არც ალბათ ევროკავშირი მოიქცევა ისე, რომ სრულად დაუთმოს ახლა სივცედაველი რუსეთს, რომ აქ ასე ვთქვათ მოიკიდოს ბოლომდე ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა რთულია, როდესაც ხელისუფლება სრულად თამაშობს აი ამ ყოველ შემთხვევაში რბილად რომ ვთქვათ გამოიყურება, რომ თამაშობს უფრო რუსულ ასე ვთქვათ პოლიტიკის თამაშ ვიდრე დასავლურს. ბატონო ნუგზარ, დააკავეს მათე დევიძე
და 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს პატიმრობა. გარდა ამისა, რაღაც უცნაური მოვლენები ხდება, მამუკა მდინარაძე სხვის მაგივრად წერს განცხადებას პროკურატურა სასამართლოში და მამუკა მდინარაძის განცხადების საფუძველზე აკავებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ Facebook გვერდზე ვთქვათ, მონა უწოდეს კონკრეტულ პიროვნებას. რასთან აქვს საქმე? ამ პროცესებით ქართული ოცნება ცდილობს, რომ დააშინოს საზოგადოება, თუ უბრალოდ ალბათ ღიმილის მომგვრელი იქნება ეს შეკითხვა, თუ გვასწავლიან როგორ ვიყოთ კორექტიულები სოციალურ ქსელში. ძალიან ხშირად ვახსენე სიტყვა სახელმძღვანელო და არსებობს ასეთი FSB-ში შექმნილი სახელმძღვანელო, რომელიც შეიქმნა ვარდების რევოლუციის, ასე ვთქვათ, საპირწონედ. და მათ ჩაიფიქრეს და ამ სახელმძღვანელო, ეს არის ცნობილი სახელმძღვანელო, ძალიან ბევრი ექსპერტი მას დამუშავებული აქვს და იცის რას ნიშნავს და რა საფეხურებიდან შედგება, ახლა მე უბრალოდ რა გადავღალო მაყურებელი, ვერ მოვყვები მთელ ამ სახელმძღვანელოს, ასე ვთქვათ, შინაარს. მაგრამ ამ სახელმძღვანელოში არის ის, რომ თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ, ასე რომ ვთქვათ, დასავლური ექსპანსია Facebook-ს გადმოსახედიდან, ჩვენ უნდა შევასუსტოთ ის ინსტიტუციები, რომელიც ამას ემსახურება და დემოკრატია არის ერთ-ერთი ასეთი ფორმაცია, რომელიც ხელს უშლის რუსეთს გაფართოებისკენ. თუ ვინმე, ასე რომ ვთქვათ, რუსეთთან თანამშრომლობს და რუსეთთან არის ყურმორჭრილად დაქვემდებარებული, ეს არის ავტორიტარიზმი. ამიტომ მას არსად არ ჭირდება, რომ იყოს დემოკრატია და არსად არ ჭირდება, რომ ის ინსტიტუციები მუშაობდნენ, რომელიც რუსეთის საწინააღმდეგოდ იმუშავებენ, ხო? ამიტომ აქ არის ჩაფიქრებული შემდეგი, რომ პირველი ეს უნდა შეასუსტონ არასამთავრობო სექტორი, მეორე ეს უნდა გააუქმონ პრაქტიკულად ან მართვადისრულად გახადონ მედია საშუალებები და მესამე სრულად პროპაგანდის მექანიზმის მეშვეობით უნდა დათესონ საზოგადოებაში, რომ მათ წინააღმდეგ აზრი არ აქვს ბრძოლას, რომ ყველაფერი უიმედო და ბოლომდე ჩაბარდნენ. აი ამ მესამეს ნაწილი არის ის პროცესები, რომელიც სასამართლოსთან მიმართებით მიდის, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით მიმდინარეობს და თუნდაც აი ეს ბოლო რაღაც სისულელე, რომელიც Facebook-ში არსებული ასე ვთქვათ, დაწერი, ასე ვთქვათ, ფრაზების გამო ადამიანებს აჯარიმებენ. თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის სრული მარაზმი, თავადაც კარგად უწყიან, რომ ეს ყველაფერი სახიფათოა ზოგადად აი ასეთი რამე თამაში, იმიტომ რომ რეალობაში კარგად არ იციან რა რეაქცია შეიძლება მოყვეს იგივე საზოგადოებიდან, მაგრამ აი ამ სახელმძღვანელოს პირნათლად მიყვებიან, ასრულებენ ყველა მის, ასე ვთქვათ, ქმედებებს, კიდევ უფრო მეცაც მოიფიქრებენ უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ ეს სახელმძღვანელო კიდევ მოიცავს სხვა, ასე ვთქვათ, რიგ მოქმედებებს და თავარი არსი არის ის, რაც თქვენ პრინციპში თქვით, პირველი რომ იქ სადაც საჭიროა შექმნან შიში, ანუ მათთვის პრობლემა არის, რომ არსებობდეს ერთიანობა და ერთიანი წინააღმდეგობა. და იმისათვის, რომ ეს ერთიანი წინააღმდეგობა არ არსებობს და დაყავი და იბატონე პრინციპით რომ მივიდნენ, ამისათვის ამ საზოგადოებაში უნდა შეიტანონ ეჭვი, უნდობლობა პოლიტიკური პარტიების მიმართ და დემონიზაცია უნდა მოახდინონ აბსოლუტურად ოპოზიციის და ეს პრაქტიკულად გამოუვიდათ კიდეც. მერე მცირე ჯგუფები იმდენად დეზორიენტირებული უნდა გახადონ, რომ მათ ვერ შეძლონ კოოპერაცია, ანუ თანამშრომლობა ერთმანეთთან და დააგდონ ნებისმიერი პროტესტული მუხტი და შეიტანონ ნიჰილიზმი საზოგადოებაში. თუ ამას შეძლებენ, მაშინ მათ შეუძლიათ მართვადი, ასე რომ ვთქვათ, ქაოსის პროცესის შექმნა, ან ბუნდოვანობის ფორმირება, ხო, ამ პროცესში და ამ ბუნდოვანების პროცესში მათ შეუძლიათ დარჩენ ხელისუფლებაში, მაგრამ სანამდე უნდათ. ან ყოველ შემთხვევაში გაიხანგრძლივონ თავიანთი არსებობა ხელისუფლებაში. აი ამას ცდილობენ ესენი. აქ სხვა კითხვაა, ჩვენ რით ვპასუხოთ ამ ყველაფერს? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს სახელმძღვანელო ასე ეფექტურად ვერ იმუშაოს. აი ეს ამთავარი, ამ კითხვაზე უნდა გაცენ პასუხი პოლიტიკოსებმა, ამ კითხვაზე უნდა გაცენ პასუხი საზოგადოების აქტიურმა ნაწილებმა, მედიამ, არასამთავრობო სექტორმა და ასე შემდეგ.
კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს, ვიდრე დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ვთვლი რომ საკმაოდ სერიოზული ამბავია, არა მარტო იმ რეგიონისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვისაც, რაც დღეს ისრაელსა და ირანს შორის ხდება. აი იმ მიზნით, რომ ბირთვული, ასე ვთქვათ, პროგრამის პარალიზება მოეხდინათ ისრაელმა დაარტყა ირანს და რამდენად იქონიებს გავლენას, აი ვთქვათ, თუ გაგრძელდება ეს ომი ჩვენს რეგიონზე. ეს იქონიებს უზარმაზარ გავლენას, რომ ჩვენ მეზობელი ვართ. და პლუს ამას ირანს აქვს გავლენა საქართველოში. სუსტად წარმოდგენილია ეს გავლენები, მაგრამ ისინი მაინც არსებობენ, იმიტომ რომ არსებობს ირანის ასე იმპერიალისტური, ასე რომ ვთქვათ, წარსულიდან მომდინარე ხედვები. იგივე პროცესი არის თურქეთში, იგივე პროცესი არის რუსეთში და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. აქ ახლა არსებობს საფრთხე იმისა, რომ ჩვენ იმდენად მოწყვლადი ვართ ამ კონკრეტულ პროცესში, რომელშიც ვიმყოფებით. იმდენად დიდი არის პოლარიზაცია საზოგადოებას შორის. პოლიტიკური ღრმა კრიზისში ვართ. ინსტიტუციები პრაქტიკულად ვერ ფუნქციონირებენ და ვერ ასრულებენ საკუთარ უფლებამოვალეობებს და მხოლოდ დაკავებულები არიან იმ ყველაფრით, რასაც ჩვენ ახლა აღწერთ, ეს პრაქტიკულად არ არის არც მართვა და არც პოლიტიკა და იმდენად ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა არის მოწყვლადი, იმიტომ რომ არ აღიარებულია წამყვანი ქვეყნების მიერ, საზოგადოებაში არ გააჩნია ავტორიტეტი, ასე ვიტყოდი, თვით ქართულ ოცნებაშიც მის მესვაურებს არ გააჩნიათ, ასე რომ ვთქვათ, არანაირი ავტორიტეტი, რომ აი ამ მოცემულობაში ყოფნა ასეთ გეოპოლიტიკურ ომში და თან ჩვენ ეს არის მეორე კონფლიქტი ჩვენს რეგიონში, რომელმაც შეიძლება თავიდან წამოწიოს კონფლიქტი აზერბაიჯან-სომხეთის, იმიტომ რომ აზერბაიჯანი თანამშრომლობს ისრაელთან, სომხეთი ირანთან. აქეთ კიდევ თურქეთი, რომელიც ირანს ებრძვის, მაგრამ მას არ უნდა რომ ირანი, ასე ვთქვათ, გაფართოვდეს, მაგრამ და არ უნდა რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს, მაგრამ ისრაელის მოწინააღმდეგე ქვეყანაა და არც ისრაელს მიცემს უფლებას, რომ მან გააფართოვოს თავისი ინტერესები. და საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყანა, როგორც დერეფანი შეიძლება გახდეს საჭიდაო ტერიტორია. იმიტომ რომ აქ გადის, ანუ ის რაც ჩვენი პლუსია, ის შეიძლება გახდეს ჩვენი მინუსი. და აი ახლა, აი ამ მომენტში, როდესაც ჩვენ არანაირი საგარეო დაცულობა არ გაგვაჩნია, არანაირი გარანტიები არ გაგვაჩნია, ვინც ყავდა მყარი მეგობარი და დამცველი, იმას ხელი ვკარით, მტერს მტერი აღარ უწოდებთ, მოყვას აღარ უწოდებთ. აი ასეთ ვითარებაში, ამ ღურიე წყალში საქართველოს ვერ დაიჭერს ვერანაირ თევზს, პირიქით შეიძლება ყველა ამ ძალამ აი ამ სისუსტის პროცესში იქონიოს სერიოზული გავლენა და მე ვეთანხმები ზოგი ექსპერტებს იმაში, რომ ამ გარე და შიდა ფაქტორებმა შეიძლება ისე იმძლავროს, რომ უბრალოდ აღარ შეგვჩენს ქვეყანა. იმიტომ რომ აი ეს სპეცსამსახურება, ხა თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორი ოპერაცია ჩაატარა ისრაელმა და მისმა დაზვერვამ. წერტილობრივად გაანადგურეს ადამიანები, წერტილობრივად დაბომბეს 56-მდე თუ არ ვცდები ობიექტი, ანუ რამხელა დიდი შესწავლა, რამხელა დიდი ჩაკეტილ ქვეყანაში. ირანი ხო ჩაკეტილი ქვეყანაა. და მისმა მტერმა, ნომერ პირველმა მტერმა განახორციელა არ ვიცი მე არნახული სადაზვერვო სამუშაო და საქართველოს საერთოდ არ არის არანაირად დაცული, არ ჩვენი სპეცსამსახურებია ისეთი ძლიერი, მათ არც ფინანსური რესურსები გააჩნიათ, რომ მოერიოს ამ ასეთი დიდი სახელმწიფოების, ასე რომ ვთქვათ, სპეცსამსახურებს და იმუშაონ პრევენციაზე, ანუ ამის თუ მithumetes, როდესაც პოლიტიკა მონაწილეობს და იჭრება პროფესიულ საქმიანობაში, ხო? ჩვენ ვნახეთ, რომ საგარეო დაზვერვითი სისტემა შეუერთეს სულს, ხო? ეს კიდევ ბევრ კითხვებს იწვევს, რატომ გაკეთდა, რამდენად შეასუსტებს საგარეო დაზვერვითი სისტემას და ასე შემდეგ, ანუ დღეს საქართველოს არის შინაგანად მოწყვლადი და არ არის მზად სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის. რაც მთავარია, მან შეიძლება მას უკვე დაკარგული აქვს გეოპოლიტიკური თავისი ადგილი.
ის არ განსაზღვრავს დღეს თუნდაც სამხრეთ კავკასიაში რაიმე პოლიტიკას, განსაზღვრელი გახდა აზერბაიჯანი, თუმცა თავის დროზე ვიყავით ჩვენ. ხო, ამიტომ ეს ყველა დათმობები, რომელზედაც წავიდა ქართული ოცნება, რომ შეესრულებია ის გეგმა, რომელიც რუსულ-უკრაინის კონტექსტში ხდებოდა, დღეს შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ იმუშაოს ირან-ისრაელის დაპირისპირების შემთხვევაში. და კიდევ გაუგებარია, რომ ჩვენი მთავრობა დადიოდა ირანში, ეს ძალიან სერიოზული პროცესებია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ უნდა წავიყვანოთ პროცესების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვჭირდება დეპოლარიზაცია საზოგადოებაში. დეპოლარიზაცია შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის მოგვარებით, ნდობის მშენებით, რაც ნიშნავს ამ ხალხის განთავისუფლება, ამ სულელური კანონების, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უხვად მიიღეს, გაუქმება, დაბრუნება სტატუს-კვოს 2 წლის წინანდელი პროცესების ან წელიწადნახევრის პროცესების საპარლამენტო არჩევნების საერთოდ უშველი დაახლავ პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვჭირდება მოვიდეთ ისეთი ტიპის მდგომარეობაში, როდესაც შიდა კრიზისები არ შეგვიშლის ხელს ვიყოთ ასე ვთქვათ მოქნილები ამ რთულ გეოპოლიტიკურ თამაშში. თორემ ეს საგარეო გამოწვევები შეიძლება ჩვენ უბრალოდ ვერ გაუძლოთ თუ შიგნით ვიქნებით ასე დაპირისპირებული. თუმცა რაც თქვენ ჩამოთვალეთ, შესაძლოა მეც და ბევრი ტელემაყურებელიც გეთანხმებოდეთ, მაგრამ იმ ფაქტორების გათვალისწინებას ქართული ოცნება არ აპირებს, რაც თქვენ ბრძანეთ, იცით რა, მოქალაქეებს თუ უნდათ გადარჩენ დღეს ვიღაცამ გაარცელა ბიძინა ივანიშვილს მადლობა მშვიდობისთვის. ბიძინა ივანიშვილს არ მოუტანია მშვიდობა. აქ მშვიდობა მოიტანა შეთანხმებამ საგარეო ფაქტორების, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა 2021-22 წელს დაარღვია შეთანხმება, როდესაც მან ადგა და მოინაცვლა მხარე. როდესაც მყარად გახდა არა იმ მხარეს, სადაც უნდა ყოფილიყო ჩემი გადმოსახედიდან. ამიტომ დღეს ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ომის წინაპირობა აღმოჩნდეს და არა მშვიდობის. ამიტომაც საჭიროა სხვათაშორის ეს არ არის უსაფრთხო მისთვის როგორც პირადად. მაგრამ ახლა მისი პირადი ნაკლებად გვაწუხებს ჩვენ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს კატასტროფული ქვეყნისთვის. ამიტომ მასაც თუ სურს გადარჩენა, ყველას ფიზიკურად თუ სურს გადარჩენა ამ პროცესებში, დღეს აქტიურად უნდა ჩაერთოს და გააკეთოს ყველაფერი, რომ ქართულმა ოცნებამ გადადგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ, გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის რეალური კრიზისის, პოლიტიკური კონფლიქტის და პოლიტიკური კრიზისის რეალური მოგვარებისკენ და დაამსგავსოს ეს ქვეყანას და არა მარაზმს, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ და დაკავებული ვართ ნანუკა ჟორჟოლიანმა ვინმეს უწოდა თუ არა მონა და ამის გამო ის დააპატიმრეს თუ არ დააპატიმრეს და ასე და მეორე ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი გუშინ 21 წლის ბიჭს მისცეს 4 წელი ისეთი რაღაცისთვის, რომელიც ჯერეთი ეს როგორი განწყობა ახალგაზრდების მიმართ, მასაჯურება დღეს ორიენტირებული არის არა დასჯაზე, არამედ პრევენციაზე და ხელშეწყობაზე და რეინტეგრაციაზე და ეს ახლა ჩვეულებრივად რუსული მიდგომებია. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და კიდევ ერთხელ გავუსმავ ხაზს იმას რომ ჩვენ ხშირად გეპატიჟებით ხოლმე ჩვენს გადაცემებში სტუმრად, იმიტომ რომ ტელემაყურებელს მოსწონს თქვენი ესე ვთქვათ წინასწარი გათვლები, შეფასებები აი ამ მოვლენებისა, რომელშიც გვიწევს სამწუხაროდ დღესდღეობით ცხოვრება. დაგემშვიდობებით. მადლობა. ტელემაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბატონი ნუგზარ კოხრეიძე, ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს 20 საათსა და 30 წუთზე ნეგატივის არხზე. მადლობა რომ გვიყურეთ, ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ. ნახვამდის.